ოჯორი ტაბახმელას გზაზე არსებულ მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა ადგილზე პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ გვირგვინით შეამკეს 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი. ანა ბროლაძე იმყოფება ადგილზე და გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ, რა განცხადებები გაკეთდა? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა, მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა, საკრებულოს შემადგენლობამ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და ისაუბრეს იმაზე, რამდენად ტრაგიკულია ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, თუმცა შემდგომ ამ დამოუკიდებლობის აღდგენა მოახერხა და ამ გადასახედიდან რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ ქვეყნის თავისუფლება სუვერენიტეტი არის ის ცნებები, რომლის შენარჩუნებაზე ზრუნვა არის მუდმივი, ყოველდღიური, საზრუნავი თითოეული ხელისუფლების და რომ საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის მიზანი არის სწორედ დაკარგული და შემდგომ მოპოვებული თავისუფლების კვლავად შენარჩუნება. ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ აგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია მათი გმირობისთვის პატივის მიღება, მათთვის პატივის მიღება და ეს დღე, რა თქმა უნდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენი გმირები ბაზრობენ ზუსტად ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხმოვანოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ ეს დღე ორ რამაზე უნდა გვაფიქრებდეს. პირველი, დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება, დამოუკიდებლობას უნდა დაცვა. როგორც 105 წლის წინ უნდა დაცვა ჩვენს დამოუკიდებლობას, ასევე უნდა დღეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართო არის. ეს არ არის მარტო ხიშტი, ეს არის დღეს უკვე სიტყვა, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. და მეორე, ისევე როგორც 105 წლის წინ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი იარაღი მტრის ხელში ეს არის მეხუთე კოლონა. ქართული სახელები და გვარებით ადამიანები, რომლებიც ატარებენ უცხო ძალების ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. დღესაც მეხუთე კოლონა ძლავრობს და ცდილობს, რომ საქართველოს დაუქვემდებაროს სხვების დღის წესრიგს, სხვების ინტერესებს. ეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქეთს ვიხრი პირველ რიგში ყველა იმ გმირის, იმ ქართველის წინაშე, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ქვეყნის თავისუფლების გამო თავი გაწირეს. ოკუპაცია გრძელდება და ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენი დევნილი საზოგადოების მიმართ და ჩვენთვის, თუმცა ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ მშვიდობით და ვპასუხობთ განვითარებით და მე მჯერა მწამს, რომ ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ საქართველოში. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილი იუნკერთა ხსოვნას და ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტებთან დადგნენ კომენტარზე, ბუნებრივია, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხები იყო ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ მათი პოზიცია და მათ შორის პირველი გამოხმაურება ორი ქართული ტელეკომპანიის იმედისა და პოსტივის დასანქცირებასთან დაკავშირებით ბრიტანულ სანქციებზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება გამოიყენებს ყველა ზომას იმისთვის, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს და ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ამ ტელეკომპანიებში, არანაირი პრობლემა არ შეექმნათ, რა ვერსიებზე მუშაობს მთავრობა. უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში შეკითხვების პასუხად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობენ, რომ მათ აქვთ გარკვეული მონახაზი, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ თუ რა გეგმა აქვთ იმისთვის, რომ ორმა ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა. ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში ბუნებრივია, სახელმწიფო ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული
ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა ჩვენ არ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმეჩი, ისე ტელეკომპანია პოსტივიში. ამაზე ვიღებ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას, არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს. ის შელახვაც სცადა ბრიტანეთმა იმას ბოლომდე დავიცავთ, ხო? ისევე როგორც 2007 წლის მერე მართალია 5 წელი დაჭირდა ტელეკომპანია იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოო ჯამში 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია იმედისთვის. ახლა არ დაგჭირდება 5 წელი, დაგჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისათვის, რომ სრულად უზრუნველყო ჩვენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა. ის იმედიც ჰქონდა ამ კონკრეტულ პარტიას, რომელმაც მთელი აჟიოტაჟი გამოხატა გუშინ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ის იმედი არის სრულიად ფუჭი. ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული, ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ადამიანის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული. ამის პირობას ვიძლევი მე. ყველა კონკრეტული ნაბიჯი, ყველა ზომა იქნება მიღებული. ყველა შეიძლება თუნდაც, მაგრამ შეიძლება არ საჭიროდეს. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ საქართველოში იყოს დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას, ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ზღაპრები ბრიტანეთის ელჩმა მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს ქართულად უნდა ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის აღარ ჯერა. ჩვენ ვიცით რაც უნდა. ეს არის თავდასხმა 105 წლის თავზე თავს ესმიან თავისუფალ ქართულ მედიას. ეხლა თქვენ რა გონიათ ის რა ქვია ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა. ყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. აი ხო ამბობდით ვინ ატარებს უცხო ძალების ინტერესებსო. ეხლა ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს ხო ის ქართველები არიან. ის გიგაურები და კინწურაშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც იჯდნენ ბნელ ოთახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აი ეს არის, ხო გაინტერესებათ რას ნიშნავს უცხო ძალების ინტერესების გატარება. აი ეს არის, როდესაც 40%-იანი დობის მქონე თავისუფალ ტელევიზიის წინააღმდეგ კერავ საქმეს ქართული გვარსახელის მქონე ადამიანი, აი მაშინ ხარ ზუსტად უცხო ძალის ინტერესის შემსრულებელი. თბილისში ყავს ბრიტანეთის ელჩის სახით ყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა, რომელსაც უნდა კითხოთ ახლა რას ნიშნავს ეს მათი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ახლა რა თქმა უნდა მათი ზომებია, მათი რაღაც წესებია და აღმოჩნდა, რომ თურმე ბრიტანეთის ელჩი ცენზორად ყოფილა დანიშნული და ის განგი გამარტავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გითხარით, რომ პირველი არის შეფასება შემდეგი, რომ ეს ფაქტია, რომ ეს არის თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა. ბრიტანეთის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მხოლოდ ორი ტელეკომპანიის სანქცირების კონტექსტში არ უხსენებია. სამა ელჩმა საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, რომ უკრაინა-რუსეთის ომის 4 წლის თავთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა საქართველოს არ უნდა იყოს გამოყენებული სანქციების გვერდისავლის სივრცე და მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააგრძელონ ამგვარი ძალისხმევა. ამ კონტექსტში ბოლო დღეების განმავლობაში საუბარი იყო ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ტერმინალზე, რომელიც ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტში შევიდა, თუმცა ეს სანქცია ძალაში არ არის შესული იმის გათვალისწინებით, რომ ორმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ეს სანქციები. ამ კონტექსტში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რა იყო მათი გადმოსახედიდან, მათი შეფასებით მოთხოვნები ევროპელი პარტნიორების, რას ითხოვდნენ ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან და რა მონაცემებზე დაყრდნობით თქვა უარი საქართველოს, რომ დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა განუხრელად იცავდა პრინციპს, რომ საქართველოს სანქციების გვერდისავლის სივრცედ არ ყოფილიყო გამოყენებული. 4 წლის განმავლობაში მართალია კულუარებში ითხოვდნენ
სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს. ეხლა გადაწყვეტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, და რაც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და შემდეგ და ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება. აქედან ჩანს ფართივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი რუსული პროდუქტის არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხმებულს უხდიდნენ. ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, სხვათა შორის მახსოვს თუ არ ვსები ნორვეგიის საგარეო მინისტრი იყო, რომელიც აცხადებდა იმას, რომ მილიარდებით დააფინანსა ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. ახლა ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უადგილოა, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ღიად ვერ ბედავდნენ ვერასდროს ასეთი მოწოდებების გაკეთებას, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვეტეს ასეთი განცხადებების გაკეთება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასანქციო რეჟიმის დაცვაზე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ქვეყანას რაღაცა დაუშავდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი დაუშავდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ომს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვაქვს ჩვენთან გვერდზე საომრად, შეგვატოვებენ მარტო როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგვხედავენ გარედან. ჩვენ ხედავთ პირდაპირ არის მცდელობა საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში, საქართველოს ჩაითრიონ ცეცხლის კალში, რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს. თუ რამის თავი აქვთ, აგერ იციან სადაა ფრონტის ხაზი. თუ უნდა რუკას ჩაუგდებს, სად გადის ზუსტად ფრონტის ხაზი, ბრიტანეთის, გერმანიის ჩასვან ახლა თავის ჯარისკაცები, გაუშვან იქ სანგრებში და იომონ. თუ რამის თავი აქვს და თუ არაფრის თავი არ აქვს, შეეშნან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებას. ევროკავშირმა რუსეთს ბოლო 4 წლის გამო უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. და ეხლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომელსაც ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი გამოწვევებია, დგას ეხლა და ცხუაბზევებული გვეუბნება, რომ რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო, ვინ ეკითხება ევროკავშირის ეცვა გველაპარაკება ამ ტონით. აბა შეწყვიტო თვითონ რუსეთის დაფინანსება და გვერდში ედგა ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნის ეჯდა, რა ქვია, ელჩი იმ ღონისძიებაზე, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გაქვს რუსეთში. აი ესეთ ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბრიუსელი დღეს არის ღირებულებისგან დაცლილი. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ეს კომენტარები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოჯოში 1921 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან გააკეთეს. 105 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციის დღიდან, დღეს პატივი მიაგეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა იუნკერთა ხსოვნას გლოვის ნიშნად ქვეყანაში სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებზე ეროვნული დროშა დაშვებულია. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.